მოგესალმებით მეგობრებო, ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლას ესეთ შეკითხვაზე. რა არის მიზეზი ის, რაც პირად ურთიერთობაში ხელს გიშლით? ნუ ახლა ვიღაცები შეიძლება იყოთ ურთიერთობაში, მაგრამ რაღაცას ვერ აწყობდეთ, ან ვერ ელაგებდეთ ურთიერთობას ისე როგორც თქვენ გინდოდათ, ვიღაცები შეიძლება საერთოდ ვერ იწყებდეთ და ამ შემდეგ. გამოვიყენებ რომელ დასტებს მიგიყოს აი ეს ორი დასტა. პირველი და მეორე ვარიანტი. აი ესე დავდებ. პირველი ვარიანტი და მეორე. ნუ ვიზუალურად განსხვავდება, ამიტომ აღარ გამოვიყენებ. აი ესე იყოს. მეტი მოგვს რომ ხედავთ. მე იმედი მაქვს რომ ჩაიფიქრეთ უკვე და დავიწყებ პირველი ვარიანტით, დროებით მეორეს გადავწევ და ვნახოთ რა ხდება. პირველ ვარიანტთან აი ესე გავაჩეროთ. რა გიშლით ხელს პირველი ვარიანტი სასიყვარულო ცხოვრებაში? რა გიშლით ხელს პირველი ვარიანტი? Tibetana. გასაგებია ჩემთვის ყველაფერი და განგიმარტავთ ახლა რაც გვაქვს აქ მოცემული. თქვენ შემთხვევაში ხელი შემშლელი და დამაბრკოლებელი ფაქტორი პირად ურთიერთობაში არის თქვენი რაღაცაზე აი ჩაციკლური დამოკიდებულება, რაღაცაზე გაქვთ წინასწარ შექმნილი განწყობა, სტერეოტიპები, წარმოდგენები და გგონიათ, რომ ეს აუცილებლად ეგრე უნდა იყოს. შეიძლება ცოტა ტრადიციული, ცოტა ოდნავ კონსერვატიული შეხედულებები გქონდეთ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, ან ყოველ შემთხვევაში იმ ურთიერთობაში, რაშიც იმყოფებით თუ ხართ ასეთ მდგომარეობაში. ნუ ფაქტია, რომ რაღაცაზე ხართ ძალიან ჩაციკლური, რაღაცაზე ხართ ძალიან ორიენტირებული და ეს თქვენი წარმოდგენები სინამდვილეში საერთოდ არ არის რეალისტური, საერთოდ არ შეესაბამება თქვენს მოლოდინებს და ისედაც მაგის ამასაც რომ თავი დავანებოთ, თქვენი მთავარი პრობლემა პირად ურთიერთობებში არის ის, რომ რეალობისთვის თვალის გასწორება გიჭირთ. ანუ შეიქმნით რაღაც წინასწარ განწყობას, მოლოდინს, რომ აი ამ ადამიანთან მე ასეთი და ასეთი ურთიერთობა მექნება. ოღონდ ეს არის თქვენი ილუზიები, თქვენი მოლოდინები. ანუ შეიძლება ადამიანს არც იცნობდეს ისე კარგად, რომ აი ეს განწყობა შეიქმნით, მაგრამ უბრალოდ აი თქვენ გგონიათ, რომ აი ამასთან ესე. ანუ ცოტა მეოცნებე ალბათ შეიძლება ცალსი სწორი სიტყვა არ იყოს მეოცნებე, მაგრამ რაღაცა ეს გააქვთ მიდრეკილება იმისა, რომ თქვენს ფანტაზიებს უფრო აქცევთ ყურადღებას, ვიდრე ადამიანის რეალურ ხასიათს, ხო? ანუ რეალობისთვის თვალის გასწორება გიჭირთ ხოლმე პირად ურთიერთობებში. ან თუ თქვენი პარტნიორი რაღაცას ისეც გააკეთებს ან იტყვის, ცდილობთ შეალამაზოთ და ისე კი არ აღიქვათ ეს როგორც იყო, არამედ ეს შელამაზებულად კუდები გამოუსწოროთ და ბოლოს იცი რა ერთხელ გამოასწოროთ მეორედ მესამე თვალს და ხუჭავთ და ბოლოს უკვე ძალიან გწყინთ, ძალიან გტკივეთ და შევით უკვე ძალიან დიდი იმედგაცრუებაში. უფრო აი თავის მოტყუებისაკენ მიდრეკილებას ვხედავ მე აქ რეალურად რა თქვენ შემთხვევაში, რაც არის პრობლემა ესე ვიტყოდი რა, იმიტომ რომ ხოლმე ცოტა სამშოა. და აი ეს ნახე, ერთხელ რომ რაღაც საკუთარ თავს გადააბიჯებთ მეორედ, მესამედ, მაგრამ შინაგანი აგრესია, შინაგანი
კონფლიქტი მიდის თქვენ შორის, იმიტომ რომ თქვენი პიროვნების რაღაცა ნაწილი ხვდება, რომ ესე მოქცევა და ესეთი დამოკიდებულება არ არის თქვენთვის ბედნიერების მომტანი და რაღაცა ნაწილი ამბობს, რომ იცი რა, მარტო იმიტომ რომ ურთიერთობა კარგად იყოს, არა უშავს თვალი უნდა დახუჭო რაღაცაზე, ყურები უნდა დაიყურო ზოგჯერ ხო რაღაცაზე. ანუ რაღაცა ესეთი დამოკიდებულება რა არის სინამდვილეში და მე აქედან გამომდინარე შეიძლება გახასიათებდეს საერთოდ მეორე უკიდურესობაში გადავარდნა, რომ აი ესე რომ ძალიან ამოგივათ ყელში და რომ მოგბეზრდებათ, მე შეიძლება საერთოდ აღარ იწყებდეთ ურთიერთობებს, ან საერთოდ რომ დაასრულებთ ამ ადამიანთან, აი საერთოდ ჩაჭრათ და всё, ანუ აღარც კი ესაბმებოდეთ შეიძლება ამ ადამიანს, ან რაღაცა დიდი დრო გადიოდეს და არც კი იწყებდეთ ახალ სასიყვარულო რომანს, ისევ იმის შიშით, რომ აი ისევ არ განმეორდეს ეს ფრუსტრაცია და ეს იმედგაცრუება ხო თქვენ ცხოვრებაში. ნუ რაღაცა ესეთი სიტუაცია, ეხლა მე რასაც ვხედავ, თუ გიცნოთ ეს ამბავი და თუ თქვენთვის ნაცნობია შეგიძლიათ დარჩეთ, თუ არა და ან შემდეგ ვარიანტს მოусმინოთ, ან დაელოდეთ ჩემს შემდეგ გაშლებს, ხო? იმიტომ რომ ხა ბევრი მიყურებ, ბევრი მისმენთ და ყოველთვის ყოველთან შეიძლება რომ არ იყოს სინქრონში ეს ინფორმაცია, რაც სავსებით ლოგიკურია. რა არის თქვენ შემთხვევაში გამოსავალი? პირველი ვარიანტი, რა უნდა გააკეთოს, რა უნდა გაიაზროს პირველმა ვარიანტმა იმისთვის, რომ დაალაგოს თავისი პირადი ცხოვრება. რა ჭირდება ამისთვის? გავიგე. ნუ გეუბნებათ ტარო იმას, რომ უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი ცოტა უფრო მეტად შეიყვარეთ, უფრო მეტად თავდაჯერებული უნდა გახდეთ. ისწავლეთ საკუთარი თავის სწორად პრეზენტირება და წარდგენა საზოგადოებაში. რაღაცნაირად თქვენს შინაგან ბავშვს უფრო მეტად უნდა მოусმინოთ, თქვენს სურვილებს, იმ მიზნებს და გეგმებს, რასაც აქამდე ოცნებობდით და რაღაცა არ გეჯერათ და გეგონათ, რომ თითქოს ეს ამბავი უკვე ჩავლილი იყო, ხო? აი რაღაცა ესეთი აი შინაგანი ბავშვი, აი წარსულში რაღაცა რაც გინდოდათ, რაც გეგონათ რომ გაგახარებდეთ, აი ამ საქმეს უნდა დაუბრუნდეთ. თითქოს აი შინაგანად უნდა აივსოთ დადებითი პოზიტიური ემოციებით იმისთვის, რომ აი რაღაცნაირად მე დაალაგოთ, აი რაღაცა ესეთი პასუხი მოდის, რომ ჯერ უნდა თქვენს თავში შეავსოთ ის ემოციური სიცარიელე, რასაც შეიძლება რომ ახლა განიცდიდეთ ამ მომენტისთვის და სხვათა შორის არის ესეთი პასუხიც, რომ ნუ ხართ ლოდინის რეჟიმში, ნუ ელოდებით, რომ ესე ვიღაცა თავისით შემოვარდება თქვენ ცხოვრებაში. არა, ასეთი მოლოდინი არ უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ ტარო გირჩევთ იმას, რომ თქვენ თვითონ უნდა იყოთ უფრო აქტიური, უფრო სოციალური, უფრო მეტად დინამიური ამ საკითხთან მიმართებაში აქტიურს. მე იმას კი არ ვძახი, რომ მაინც და მაინც ყოველთვის რაღაცა თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯურში. აი, ზოგადად თქვენ ცხოვრება გახადეთ უფრო აქტიური, უფრო ენერგიული, უფრო ენთუზიაზმით სავსე უნდა გახდეთ ცხოვრებაში და აი როცა ამ ეტაპზე მიხვალთ, აი არჩევანი დაგიდგებათ როგორ იცით, აი ახლა მე რო აქ სხვადასხვა მინერალები მილაგია და კიდე დაბერი, აი ეს არჩევანი, აი რომელის თქვენ გენდომებათ, ხო? აი რაღაცა ესე წავა მე თქვენი ცხოვრება, იცით, რაღაცა სამყარო გთხოვთ, თუ სანამ არ გააქტიურდებთ, ხო? ეს აქტიურობა არ ეხება მარტო პირად ცხოვრებას. ნახე, მე ვიძახი იმას, რომ აი თქვენი ჰობი, თქვენი საქმიანობა, მიზნები, გეგმები, აი ცოტა უნდა ამოიქოქოთ რა, ესე პირდაპირ გითხრათ შელაბაზების გარეშე. ეს არის ჩემო ძვირფასებო პირველ ვარიანტისთვის, რაც შემეძლო რომ მეთქვა. მე თქვენ გელოდებით კომენტარებში, ლაიქებში, თუ ვინმეს გამოწერილი არ გაქვთ არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ ხშირად შეგხვდეთ ხოლმე ჩემი ვიდეოები და ახლა ნელ-ნელა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ვინც ჩაიფიქრა აი ეს წითელი დასტა. კი ბატონო, მეორე ვარიანტი, აბა რა ხდება თქვენთან? რა გიშლით ხელს პირად ცხოვრებაში?
ხო თქვენ შემთხვევაში ცოტა უფრო სხვაგვარი პასუხია. თქვენ შემთხვევაში მე მგონია რომ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელიც გყავთ არჩევანიც, ვარიანტიც, შესაძლებლობაც ხო ყველაფერი, მაგრამ აქ მგონია რომ ცოტა ძალიან ხორიფასებთ ხოლმე თავს. რაღაცა ცოტა ესეთი ვარიანტი წამოვიდა. ნუ ამაში ცუდი ერთი შეხედვით არაფერი არ არის, მაგრამ აი რაღაცნაირად თითქოს ვერ ამჩნევთ იმ ალტერნატივებს, რაც თქვენს გარშემო არსებობს. თან ძალიან ბევრი გაქვთ ესეთი არჩევანი სინამდვილეში, მაგრამ აი აბსოლუტურად ყველა არკანი, ეხლა აქაც მილაგე, ნუ ყველა არა, მაგრამ უმრავლესობაში სადაც წყვილია გამოსახული, ყველგან ქალს აქვს თვალები დახუჭული და ვერ ამჩნევს, რომ ეს კაცი მის გვერდით არსებობს. ანუ რას ვიძახი, იცი რომ ანუ შეიძლება მართლა ძალიან ბევრი კარგი არჩევანი და ვარიანტი გქონდეთ, მაგრამ აი ვერ ხედავთ. ვერ ამჩნევთ, რომ აი შეიძლება დაუშვათ, რომ აი მათთან დაიწყოთ რაღაცა პარტნიორული ურთიერთობა. ყველასთან ხარ ზურგშექცევით. აბსოლუტურად ყველასთან. და ნუ ახლა თქვენ თვითონვე თუ არ მიიღებთ ამ შანსებს და შესაძლებლობას, აბა როგორ უნდა დაიწყოთ პირადი ურთიერთობა, ხო? მაგრამ მოდი ვიკითხოთ, აბა ობიექტურად არ შეესაბამება ეს ხალხი თქვენს ცხოვრების სტილს, თქვენს ხასიათს თუ უბრალოდ თქვენშია რაღაცა ესეთი ფსიქოლოგიური დასამუშავებელი რაღაცა ასპექტი, რის გამოც შეიძლება რომ ვერ ან არიწყებდეთ. რა არის მიზეზი, აბა? რატო ვერ ამჩნევთ აი ამ შესაძლებლობებს თქვენს გარშემო? ანუ ამის მიზეზი რა არის? დამთვარი მოგვიტრიალდა. რეალური მიზეზი რატომ ვერ ამჩნევთ? ნუ გაგრძელებას აზრია რა გავიგე. აი მოდი ვიკითხო რა ერთი თქვენს გაგიმარტებთ ერთ-ერთი ჯერ მე დავაზუსტო. გავიგე, ღმერთო, ანუ აი ეს რა არის. მე პირდაპირ გეტყვით, რატო ვერ ამჩნევთ აი ამ შესაძლებლობებსა და ალტერნატივებს, რაც გარშემო გყავთ? მიზეზი არის ის, რომ თქვენ ხართ ცოტა არ იყოს, როგორ ვითხრათ, თქვენი ცოტა შიშებიც გაქვთ. ცოტა შიშები, შიში იმისა, რომ ისევ იგივე არ გამეორდეს, ის რაც უკვე გადაგხდათ, ეს ერთი. ანუ ნეგატიური გამოცდილება, რაც პირად ურთიერთობაში გქონიათ. ეს რო არ განმეორდეს თქვენ ცხოვრებაში, ან ის სცენარები, რაც აი მაგალითად თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს თუ რაღაცა დაულაგებელი პირადი ცხოვრება თუ აქვთ და თუ ამჩნევთ ამ ყველაფერს, ხო, შეიძლება ქვეცნობიერად გაგიჩნდეთ შიში იმისა, რომ ვაიმე მეც იგივე არ დამემართოს და აი შემთხვევით მეც იგივე არ დამატყდეს თავს და აი რაღაცა ეს შიში. ან იცი არ არის აუცილებელი ყოველთვის რაღაცეები საკუთარ ტყავზე გამოცადოს. ზოგჯერ სხვისი გამოცდილებაც კი შეიძლება იყოს მოწმობილებელი. და ნუ ეს რაღაცა არასასურველი სცენარები თუ ბევრია თქვენს გარშემო, შეიძლება ისეთ იწოდოს გარკვეულწილად თქვენში აი ამ შიშებს, ქვეცნობიერ გაუსაფრებ შიშებს, მაგრამ მაგის გარდა აქ არის კიდე ესეთი ძალიან საინტერესო შემთხვევა და აბა დამიწერეთ კომენტარებში, თქვენ შემთხვევაში ეს როგორ იყო, იმიტომ რომ აი აქ მიჩვენებს ესეთ სიუჟეტს, რომ თქვენ ცხოვრებაში იყო ადამიანი, ვისთანაც გაიხსენით ემოციურად, ვისთანაც თითქოს აი ფეხი აუწყეთ, აი ამ სცენარში, რაც მან წამოიწყო და მიუხედავად იმის, რომ აი ენდეთ თუ ძალიან ღია იყავით მასთან მიმართებაში, ამ ადამიანმა არ გამოიყენა ის შანსი და შესაძლებლობა, რაც ჰქონდა თქვენთან მიმართებაში.
ნამდვილად ქონდა შესაძლებლობა, რომ ეს ურთიერთობა განვითარებულიყო, მაგრამ ნუ აი ეს ადამიანი თვითონ ეს პარტნიორი ვინც ყავდათ ხო და მე ვფიქრობ რომ თქვენ თვითონვე მიხვდებით და გაიცნობიერებთ ვინ არის რაღაცნაირად აი დაკომპლექსდა თუ შეეშინდა ნუ ფაქტია რომ ვერ გაბედა რომ ეს ურთიერთობა წაეყვანა და განევითარებინა და აი ამან თქვენზეც ძალიან იმოქმედა იმიტომ რომ თქვენი პიროვნების რაღაცა ნაწილი ჯერ კიდევ შეიძლება შინაგანად ელოდებოდეს ამ ადამიანს იმიტომ რომ მე აქ ვხედავ იმის განცდას რომ თქვენ შეგნებულად ნუ ეხლა რამდენად აცნობიერებთ, რამდენად მეთანხმებით, ეგ არის ცალკე საკითხი. მაგრამ ფაქტია, რომ ტარო მიყვება თქვენ ქვეცნობიერიდან ამოსულ აი ამ მესიჯებს და გზავნილებს. შინაგანად თქვენ თვითონვე ასე ვთქვათ, აბრკოლებთ საკუთარ თავს და თქვენ თვითონვე არ ეძლებთ უფლებას საკუთარ თავს, რომ გაიხსნათ სხვა ადამიანებთან და სხვა ურთიერთობებში, იმიტომ რომ ანუ შინაგანად თუ გაქვთ იმის განცდა, რომ შეიძლება ის ადამიანი მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, დაბრუნდეს და აი მერე თქვენ გაქვთ იმის განცდა, რომ ის რომ მოვიდეს და მე სხვასთან ვიყო, აი ნუ სხვა ურთიერთობაში ვიყო, აი რაღაცა აი მაინც ისე ვიმ წარსულის ვიღაცა ადამიანზე ხართ ჩაციკლული და მე რო ხა დავაკონკრეტე აი წეგლა აქ მინდა დაზუსტებ რომ აი რა გააკეთა ესეთი მეთქი რითმო ახერხა ამ ადამიანებს თქვენზე ესე ჩაბღაუჭება და ეს ჩაციკლა ხო და რა გააკეთა ამ ადამიანმა ის რომ თქვენში გამოიწვია სხვადასხვა გვარი შეგრძნებები, ანუ ერთის მხრივ ის გაძლევდათ რაღაცა აი ამ სასიამოვნო ეიფორიას, რაც სიყვარულის და ფლირტის თანმხლებია. მეორეს მხრივ ეს ადამიანი ხდებოდა პერიოდულად ძალიან სტატიკური, ანუ ფაქტობრივად ემოციური საქანელები. და აი ამით დაგიჭირათ რეალურად რა. ეხლა ესეც ძალიან საინტერესოა თვითონ ეს ადამიანი აცნობიერებს თუ არა. მოდი შემდეგ გაშლას მაგაზე გავაკეთებ. თალკე ჩავწერ ვიდეოს. ეხლა მომინდა აცნობიერებს თუ არა იმას რეალურად გააკეთოთ თქვენთან მიმართებაში. ეგ ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით და ყოველ შემთხვევაში ახლა რასაც უყურებ არის ის რომ ეს ადამიანი სხვადასხვაგვარ ემოციებს, სხვადასხვაგვარ ქცევას ავლენდა თქვენთან მიმართებაში და ნუ ერთის მხრივ გაძლევდეთ იმ ყურადღებასაც და იმ სითბოსაც გჭირდებოდა და მეორეს მხრივ რაღაცა იკარგებოდა ცოტა ნარცისული ქცევა ხა ნარცისიზმია ძალიან რთული და ზოგადად ძალიან იშვიათი დაავადება, ესე ვიტყოდი, ხო? აშლილობა უფრო სწორად დაავადება, არა. ზოგადად ძალიან იშვიათია და ეხლა ძალიან არ მიყვარს მაგ ტერმინის ესე ხშირად გამოყენება, იმიტომ რომ არ შეიძლება ეხლა ყველას დეპრესია და ყველას ნარცისიზმის დიაგნოზი დაუსვა, ხო? ეხლა რა აბსურდია, მაგრამ ნუ რაღაც ეგეთი ნიშნები არის ეხლა. ყოველ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ კარგი манипуляტორია ეს ადამიანი, ეს არის ძალიან ცხადი, ხა. თვითონ აცნობიერებს თუ ვერ აცნობიერებს მაგას კიდეც ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანმა ძალიან კარგად იმანიპულირა და რა ვიცი, რაღაცა გულში ჩაგივარდეთ. ნუ მე ახლა რასაც უყურებ, თქვენი მხრიდან არ არის სიყვარული ამ ადამიანთან მიმართებაში, არის უბრალოდ აი ამ манипуляტორის ანკესზე გამობმული თევზი ხართ, ოღონდ საქმე იმაშია, რომ ეს თევზი კი ბჭყალებში დაიჭირა ამ манипуляტორმა თქვენი სახით, მაგრამ აღარ ამოწია აღარასდროს ეს ანკესი, აი უბრალოდ დაგიჭირათ და მორჩა რა. ანუ არც იყენებს იმ შანსს და შესაძლებლობას. აი რა თვითონაც არ იცის გონი რა გააკეთე. აი მაინც მინდა ვიკითხო, ანუ საერთოდ იაზრებს ეს ადამიანი რა გააკეთა თქვენთან მიმართებაში, თუ უბრალოდ თვითონაც ესე გაუცნობიერებელ და რაღაცა იბოდიალა. ანუ ღმერთო შეხედეთ რა კეთებს. მიზენ მიმართულად აკეთებ და ეს ადამიანი ამას თუ შემთხვევით გამოუვიდა ეგრე მოქცევა. მე არა სულელია, უბრალოდ ესეთი იდიოტია. ანუ განზრახდა კი გავიგეთ რომ манипуляტორი, მაგრამ განზრახდა მიზან მიმართულად ეს არ გაუკეთებია. უბრალოდ ეგრე გამოუვიდა. ცოტა იდიოტია. არ გეწყინოთ. ან თუ გინდა გეწყინოთ, მაგრამ არის ახლა რა ვუყოთ.
ასე იყო ჩემო ძვირფასებო, მეორე ვარიანტთან. მე შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511-91-78 დამიკავშირდით სურვილისამებრ და ლაიქები, კომენტარები არ დაგავიწყდეთ. ასევე შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენს მეგობრებთან, ვისაც დაკომენტარება ან დალაიქება არ შეგიძლიათ, ვისაც იცით, რომ უყვარს, აინტერესებს ეს საკითხები. შეგიძლიათ მასს დაეხმაროთ, ჩემს არხსაც და ასეთი ფორმითაც გამოხატოთ მადლიერება მათ, ვისაც თქვენ დაკომენტარება დისკომფორტს გიქმნით რაიმე სახით, ან ვინც დარეგისტრირებული არ არის ხოლმე მაგალითად YouTube-ზე, ისინი ზოგჯერ ვერ ახერხებენ ხოლმე. ასე რომ მეხადროებით და გემშვიდობებით შემდეგ გაშლივამდე. ნახვამდის ბედნიერად.